დილამ მშვიდობისა საქართველოს სიამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვიერთდა მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით, რომელსაც სიამოვნებით მივესალმებით დილამ მშვიდობისა. დილამ მშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე კვირა პირველში მინდა ყველას გისურვოთ და წარმატებები თავის თავად. ეხლა რა ტენდენციები გველოდება, რას გვიქადიან ვარსკვლავები და როგორი ასე ვთქვათ კოსმიური ამინდია ცისკაბადონზე ამაზე ვისაუბრებთ. პირველში მოდით ავნიშნოთ, რომ ეხლა კვირა უნდა გაიყოს ორ ნაწილად. პირველ რიგში 26-მდე, 26 თებერვლამდე და 26-ის მერე და რა ხდება და რა ყოფს ამ კვირას. ესე იგი 26-მდე პერიოდი კარგია, ამიტომ დღეს ხვალზე კი 3 დღე მაქსიმალურად გამოიყენოთ შეხვედრები, მოლაპარაკებები, კონტაქტები, მგზავრობა, მოგზაურობა ამ ხრივ ძალიან კარგი პერიოდია. მაგრამ 26-დან უკვე რატოა გარკვეული გართულებები და რასთან არის დაკავშირებული. პლანეტა მერკური არსებობს ესეთი პლანეტა, რომელიც მართავს კომუნიკაციას, გონებას, ინტელექტს, მგზავრობას, მოგზაურობას, საინფორმაციო სფეროს, ხოჩოს მასმედიის ერთ-ერთი მმართველია მერკური და მერკური ხდება უკუმავალი რეტროგრადული. ეს წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ხდება 20 მარტამდე იგი რეტროგრადული. და რას ნიშნავს ახლა ეს რეტროგრადულობა ამ პლანეტისა? ნიშნავს იმას, რომ კი გვაბრუნებს წარსულში. და გვეუბნება არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკომი თუმეტეს ამ პერიოდში არ განახორციელოთ. მათი უმრავლესობა არ წავა ისე როგორც თქვენ გსურთ. ან დაუშვათ გინდათ რაღაცა მსხვილი საყიდლების გაკეთება, აქ არ ელაპარაკე ხა პურზე და მწვანილზე და ესეთ რაღაცებზე, ხომ მსხვილი საყიდლები, მაგათ ბინა გინდათ, მანქანა ამ პერიოდში არ განახორციელოთ, ის მერე არ გამოგადგებათ. აქედან გამომდინარე, რას ითხოვს იგი ჩვენგან? ითხოვს დაბრუნებას წარსულისკენ. აი, ქონდათ ძველი პროექტები, ძველი იდეები, ვერ განხორციელდა ან არასწორად წარიმართა. აი, ხა დავბრუნდით იმას, გაიაზრეთ, რამ შეუშალა ხელი, იქნებ გამოასწოროთ თავიდან, ან ანალიზი მაინც გააკეთოთ, რა შეცდომები დაუშვით, რომ შემდგომ ესეთ შეცდომები აღარ გამეორდეს. ან დაუშვათ, ქონდათ კარგი პარტნიორული თანამშრომლობა, კარგი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, შეიძლება ბიზნეს პარტნიორებთან, რატომღაც ეს ურთიერთობა ვერ წარიმართა სწორად, ან გაწყდა და ასე შემდგომ ან დაიძაბა. რა მოხდა? აბა გაიაზრეთ, იქნებ ამ ძველ პარტნიორ ურთიერთობებს დაუბრუნდეთ, იქნებ განაახლოთ. შეიძლება კონდეთ იქნებ რაღაცა საინტერესო, აი თუნდაც გადაცემები ან რაღაცა ისეთი ადამიანები, ვინც საინტერესო, მაგრამ რაღაცა ვერ გაწავიდა ეს ურთიერთობა. იქნებ აი ამის განახლების დრო მოვიდა, აი სწორედ ამაზე მიგვითითებს და ანალიზი მაინც რა შეცდომები იქნა დაშვებული, რომ სხვა შეცდომები არ დაუშვან. ამიტომაც უკვე 26 რიცხვიდან ცოტა რთული პერიოდია კვირის ბოლომდე. იქ აი 3-4 დღე, მოდი ეს ვთქვათ, იქით შაბათამდე საყურადღებოა ცოტა, იმიტომ რომ სანამ ეს რეტროგრადულობა უკვე შევა, ასე ვთქვათ, თავის ნორმალურ რეჟიმში, აი ეს რამდენიმე დღე ითხოვს ყურადღებას და ყველა ნიშანს გარკვეულ სირთულეებს უქმნის. და რა სირთულეებს? ამაზე ჩვენ ხადია დღეს ვისაუბრებთ. მაგრამ პირველ რიგში ესე რეტროგრადულობას მივაქციოთ ყურადღება, ეს ერთი და არ გაიკვირდეთ მერე თუ თქვენ დაუშვათ ამ პერიოდში 26-ის მერე დადეთ ხელშეკრულება, ხელშეკრულება კარგად დაიწყო, ზარზეიმით, გახსენით დიდი ამბით ეს მთელი საქმე საერთოდ და მერე რაღაცა არ ემართება ისე როგორც თქვენ გინდათ. ამ პარტნიორებს შორის გაუგებრობა დაიწყო, რატო? იმიტომ რომ რეტროგრადულობის დროს დაიწყეთ, ხო? აქ მიაქციეთ ყურადღება. ახლა ყველაფერი დღეს არის კომპიუტერულ სისტემაზე და პროგრამულ სისტემებზე აგებული. ამის აღრევის დროა. როცა რეტროგრადულია მერკური, პროგრამული სისტემები ცირევა, ტექნიკასაც უჭერს მუშაობა, მანქანებსაც და ასე შემდგომ. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, საცოდნების რაოდენობაც მოიმატებს ქუჩაში. ამიტომ ეს მერკური აი ამ დაგვარ არასასრულ ტენდენციებს შვება და უფრო მეც მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი ადამიანის ტვინი სათანადოდ არ იმუშავებს. შეიძლება ესეთი ელემენტარული რაღაცები დავიწყდეს, რომ მერე თვითონაც გაკვირვებული დარჩეს და თქვენს დარჩებით, ასე ვთქვათ, მხიარულ მდგომარეობაში. ამიტომაც ეს მოსალოდნელია და ამ პერიოდში ხა ნუ დაძრახავთ მაინც როგორ გავიწყდება ეს ელემენტარული აი ესეთ რეტროგრადულობის დროს შესაძლებელია ეს ხდებოდეს და ამას მიაქციოთ ყურადღება. ეხლა სხვა მშვენი მოვლენები, ესე იგი დღეს კისრის მკვეთრ მოძრაობებს მიაქციეთ ყურადღება, თუმცა თუ გაწუხებთ კისრის მალები, ეს დღე ამ კუთხით ცოტა სახიფათოა. ხვალ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღე იმ კუთხით, რომ არის შუალედური დღე დაბნელებებს შორის. ეხლა ჩვენ გავდივართ იცით დაბნელებების დერეფანს, 17-ში ქონდა ჩვენ მზის დაბნელება და 3 მარტს გველოდება მთვარის დაბნელება, ზუსტად მათი შუა წერტილია სამშაბათს.
რით არის ახლა იგი სახიფათო მოულოდნელობებით ანუ ამ დღეს იყავით ყველაფრისთვის მზად ოღონდ თქვენზეა დამოკიდებული ხარ რა მოულოდნელობა იქნება შეიძლება იყოს კარგიც და შეიძლება ცუდიც არ არის უცებ თქვენი განწყობა ბევრად ასე ვთქვათ მოგცემს სასიკეთოდ შესვლის შესაძლებლობას მაგრამ მზად იყავით რომ შეიძლება უცებ ესეთი რაღაცა გაიგოთ ესეთი რაღაცა მოხდეს რომ მზად თუ არ იქნებით შეიძლება დაიბნეთ და კიდევ მეტი შესაძლებლობები დაუშვათ აი ამ კუთხით ვიღოთ ცოტა ყურადღებით რაც შეეხება ახლა 4 შაბათ დღეს 4 შაბათს მიაქცევთ ყურადღება თვალსაჩინო რომ აქ უხაერო სივრცეებს მოერიდეთ ანუ არავით არის თამბაქო უხაერო სივრცეები იმიტომ რომ შეიძლება ცოტა გაგიზნელდეთ სუნთქვა აქ სუნთქვითი ვარჯიშები და მეტი ჰაერზე ყოფნა იქნება გაცლებით მეტად უპრიანი ბატონ ჟანგბაც ხო არ გვიკეტავს ვინ არა უბრალოდ ტყუპების ზოდიაქოს გადის თუ არა და როცა იგი გადის ტყუპების ზოდიაქოს ცოტა უჭირს სასუნთქ სისტემას ფილტრებს ბრონქებს მუშაობა და მე თუმცა ახლა როცა შენ უხაერო სივრცე ხარ ხო და კიდე თამბაქოს ეწევი და კიდე ახშობ ამ ზონას ხო მით უმეტეს უფრო უჭირს ადამიანს სუნთქვა და ამიტომ აქედან გამომდინარე არის ეს დღეები იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ 12 ზოდიაქოს ნიშანი 12 ძირითად ორგანოს მართავს აი ტყუპების არის სწორედ სასუნთქის სისტემა და როცა თუ არა გადის იმ 2 დღის განმავლობაში სასუნთქ სისტემას ცოტა სუნთქვას უჭირს ამ დროს ჰაერის გარკვეული პატარა ნაკლებობა ჟანგბადის არის ამ დროს და ამას მიაქცევთ ყურადღება და რა შეიძლება ეს 4 შაბათს ხო ეს 4 შაბათს და რაც შესაბამისად დღეს მთვარე კუროშია ხო დღეს კუროში კი ბატონო და რაც შეეხება შაბათ კვირას ჩემო კარგებო შაბათ კვირას გაუფრთხილდეთ გულსიძარღვან სისტემას არავით არის ნერვიულობა არავით არის სიმძიმეების აწევა საუნა სოლარიუმი არავით არის ზედმეტი ასე ვთქვათ გადაღლა ფიზიკურ ემოციური ამ დღეებში აფერკეთ კარგ ადამიანებთან ურთიერთობა, იუმორი, ხელოვნების სფეროებთან დადებითი ემოციები რაც შეიძლება მეტად. არავით არ პროვოკაციებს არ აყვედა, არაფერზე მეტად არ ენერვიულო. თუ სანერვიულოა, გულთან მიიტანე და არა გულთან, იმიტომ რომ გული არის მთავარი ჩვენი ორგანო, თუ ის პრობლემებს შექმნის, მე პრობლემები შექმნება მთელ ორგანიზმს დამიჯერეთ. ამიტომ თუ გადასაწყვეტია საკითხი პრობლემურია გონებით და არა გულით, ხო? აი ეს უნდა გადავწყვიტოთ შაბათ კვირას ამ ფორმით და ამ კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. მაგრამ მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის, უბრალოდ მეორე ნახევარი ცოტა უფრო რთულია რეტროგრადულობასთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ ამ რეტროგრადულობასაც ხო თავისი ესე ვთქვათ საშუალება აქვს, შანსი აქვს, კიდე ერთი შანსი. არა, მნიშვნელობა დიდი აქვს, არ გამოგივიდა, დაუბრუნდე, ესეც საჩუქარია საფარს. დათო, აბსოლუტურად მართალი ხარ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან შანსს გაძლევს, რომ დაბრუნდე, რაღაცა გამოასწორო, ურთიერთობაც გამოასწორო, საქმეც გამოასწორო, მეხუთი გაიაზრო თუნდაც, ხო? მაგრამ ეხლა ქართველების ამბავი ხო იცი, ამათ უცებ უნდათ ახალი სარისკო უცებ ეხლა და ზუსტად იმ დროს მოუნდებათ ყველაზე მეტად, როცა ყველაზე მეტად სამყარო გეუბნება არას. ამას მე დავაკვირდი არაერთხელ. ადამიანს ზუსტად მაშინ უნდა, როცა ყველაზე ცუდი ვარიანტია. და როცა ყველაზე ხა ვეუბნები ცუდი პერიოდი გაქვს, ხო? 1-2 კვირა დაასვენე თავი, წადე სადმე, ქალაქგარეთ დაისვენე, რომ ცოტა დალაგდე, გონება განვითარდეს სწორად, აღიდგინო ეს აურა არა ამ დროს აქვს ყველაზე მეტი მოლაპარაკება, შეხვედრა, კონტაქტი და ყველაზე მეტ შესტუმრებს უშვებს. და როცა კარგი პერიოდი იწყება, მიდიან დასასვენებლად. როცა იღბალი პირიქით მაღალია და აქ შეუძლია ყველაზე კარგი საინტერესო იდეები განახორციელოს. სამწუხაროდ აი ესე უკუღმარი ზოგიერთი ცხოვრება მოწყობილი. მოდი ასე თქვა. ეხლა რაც შეეხება საკეო ნიშნებს, დავიწყოთ ვერძით. ეგ ვერძებო პირველი ნახევარი. კარგია, თქვენ შეგიძლიათ ახლა 26-მდე საკმაოდ აქტიურად იმოქმედო და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიოთ, ჩვენ მოგზაურობის კუთხითაც პერიოდი კარგია. მეგობრული კონტაქტებისთვისაც შვენიერია, თანადგომა მათი მხრიდან იქნება მაღალი, მაგრამ მეორე ნახევარი თხოვს ყურადღებას რის მიმართ. პირველ რიგში მეტი დიპლომატია მოგეთხოვებათ. მადლობს თქვენში სიჯუტე, სიხისტე და სულსწრაფობა. რის გამოც შესტუმრებს უშვებთ. არადიპლომატიური თქვენი მოქმედება აქ და თან მით უმეტეს აგრესიული გახდება კონფლიქტის საბაბი და თან ახლა უნდა გავიწყება თქვენ შედიხართ უკვე იმ პერიოდში, რომელსაც ქვია დაავადების წინა პერიოდი, ყველაზე რთულ პერიოდში და ამიტომ აქ უკვე ნელ-ნელა 26-დან მოიმატებენ ფარბლი მტრები, ჭორები, ინტრიგები, ზურგს უკან აკონტროლეთ რა ხდება და უკვე ენასკველი დააჭირთ. 26 რიცხვიდან ერთი სიტყვით შემოკარგებო, ცოტა გადადით ეკონომ რეჟიმზე თქვენი მუშაობისა. დაასვენეთ ცოტა ორგანიზმი. რაც შეეხება ახლა კუროებს, კუროებო,
თქვენთვის ახლა პერიოდი მთლიანობაში კარგია. ერგოტონუსი ყოველდღე ნელ-ნელა მატულობს, ამიტომ უმჯობესდება შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, პრაგმატულობა, აზროვნების ეს ყველაფერი კარგია და უდაო წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის, ხოჭოს ფინანსური კუთხითაც კი შეიძლება გაილაღოთ, მაგრამ გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება ეჩინოთ თავი, მაგალითად რა? მეგობრებთან ურთიერთობა ითხოვს ცოტა მეტ დიპლომატიას და სიფრთხილეს. ხელმძღვანელებთან ურთიერთობა ითხოვს ასევე დიპლომატიურობას, იმიტომ რომ აქ თუ დაიძაბა თქვენი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, შეიძლება ეს სამსახურის დაკარგვათაც კი დასრულდეს. აი ამ კუთხით ვიღოთ ყურადღებით და კიდევ. ფეიკების ალბათობა ძალიან მაღალი გაქვთ. რასთან დაკავშირებით? ინტერნეტთან. ამიტომ ინტერნეტთან ვიღოთ ყურადღებით, ნებისმიერ ინფორმაცია გადამოწმეთ, მაგრამ realობაში მაინც თქვენ ენერგოტონუსი მიდის უკეთესობისკენ, ეს უკვე კარგია. ტყუპებო, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ აქ ფინანსური კუთხითაც გაილაღოთ, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ხელმძღვანელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდეთ და კარიერული წინსვლის პერსპექტივებიც კი გამოჩნდეს ძალიან საინტერესო. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, თქვენი აქტიურად მოქმედებთ, ეს ყველაფერი კარგია, წარმატებულია, მაგრამ აქ გემატებათ რა? ის თვისებები, რომელიც ტრადიციულად თქვენი უარყოფითია, ხო? თქვენ რადგან აქ რაღაცები კარგად მიგდით, მათ შორის სამსახურის სფეროში, გინდათ ყველაფერი მოასწროთ. და ამიტომ სულ სწრაფობას აქ ადგილი, გინდათ ყველას გაანდოთ თქვენი ახალი იდეები, აი რა წინადადებები მიიღეთ, მათ შორის შეიძლება ახალი თანამდებობა დაიკავოთ, და აი რაღაც პარტნიორული საინტერესო თანამდებობა ჩამოყალიბდეს, თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ამაზე ნუ ილაპარაკებთ. ყველაფერი უკუღმა წავა, ეხლა ნუ გავიწყდებათ, რომ თევზების დროა. მზე გადის თევზების ზოდიაქოს და თევზები საიდუმლო ნიშანია. ამიტომ კოსმოსი ითხოვს ყველასგან, მათ შორის ასეთ მოლაპარაკე ნიშნისგან, როგორც ტყუპებია ენაზე კბილის დაჭერა საიდუმლოს დაცვას, ეს თუ ვერ განახორციელეთ, მთლიანობაში ეს კარგი პერიოდი შეიძლება, ნუ ფაქტობრივად გაგიფუჭდეთ და ამ ხრივ ვიღოთ ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება კირჩხიბებს, კირჩხიბების ერგოტონუსი პირიქით მატულობს. ყოველ დღე ჯანზე მოდიან, ინტუიცია ძლიერდება, ამიტომ წარმატების ფაქტორი უდაოდ მატულობს, მაგრამ ამ კვირის აი ეს 26 რიცხვიდან კვირის ბოლომდე დღეები ითხოვენ მაინც ცოტა მეტ სიფრთხილეს რის მიმართ. აქ დაძაბულობა თქვენ შორის და გაუგებრობა მოიმატებს თქვენსა და პარტნიორებს შორის, თქვენსა და ოჯახის წევრებს შორის, თქვენსა და მეგობრებს შორის, თქვენსა და კოლეგებს შორის და თქვენსა და ხელმძღვანელებს შორის. ვიღადარჩა. აი აქ თუ ურთიერთობა, ხო და ამიტომ თუ ეს ურთიერთობა დაიძაბა, ხო? კირჩხიბებს ესე იგი კარგი განსაცდელი ეს ურთიერთობა თუ დაიძაბა, გააფუჭებთ ყველაფერს. მეგობრებო, და ამიტომაც აი ურთიერთობებში შეიტანეთ თქვენს მაქსიმალური სირბილე, დიპლომატია, ეცადეთ რომ მშვიდობიანად თუ რაღაც სიტუაცია პროვოკაციული გამოჩნდეს, მშვიდობიანად მოგ, იმიტომ რომ ამის შემდეგ კვირა უკეთესია. და ამ მთლიანობაში ეს კვირაც არ აიცუდი, უბრალოდ აი ესეთი თქვენი ზედმეტი აქ შეიძლება პირდაპირობით და არადიპლომატიურობით გაიფუჭოთ მთლიანობაში კარგი კვირა. რაც შეეხება ლომს, ლომი შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკის ქარცეცხლში. ამიტომ ვიღავით ყურადღებით. თუ ახლა იგზანით კვირის ბოლოსკენ რო იღლებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ენერგოტონუსი მცირდება და შრომისუნარიანობა კლებულობს, ამიტომ ზედმეტად მithumetas კვირის მეორე ნახევარში ნუ გადაღლით საკუთარ თავს და კრიტიკას რაც შეეხება ხა ძალიან ნუ გადაყვებით ამ კრიტიკას და ძალიან რეაქციას ნუ მისცემთ. თორე ესეც გარკვეული თქვენი საგამოცდო მომენტია. რაც უფრო მშვიდად მიუდგებით კრიტიკოსებს და ისევ დიპლომატურად ეცდებით გადაწყვიტოთ ეს საკითხები, მით უკეთესი თქვენთვის, იმიტომ რომ ახლა ყველას მინდა გთხოვოთ, რომ თევზების ზოდიაქოს რადგან გადის მზე, თევზები ითხოვს ყველასგან მათთვის კარგი დამახასიათებელი თვისებების გამოვლენას. და რა შედის ამ თვისებებში? ინტუიცია, აქ შედის დიპლომატიურობა და არტისტულობა. დიდო სტატია ამ ნიშნისა, ხო? რაც მეტად ლომი და ხა ლომს არტისტული მონაცემები ყოველთვის კარგი აქვს. ამიტომ რაც მეტად თქვენ შვიდ და წყნარად დიპლომატიურად ან საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევთ კრიტიკოსებს, მით უფრო ძალიან მალე იქით ორ შაბათიდან ყველაფერი გადაივლის. და არ შეხვალთ არანაირ პროვოკაციულ სიტუაციებში. რაც შეეხება ქალწულებს, თავარი პრობლემა 26 რიცხვის მერე ქალწულისა არის ფსიქოემოციური არასტაბილურობა. აი ამან შეიძლება გაღიზიანებამ გამიწვიოს პარტნიორული კონფლიქტები. ბიზნეს საქმიან პარტნიორებთან, შეიძლება სასქესო პარტნიორებთან. მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის, იმიტომ თქვენი ერგოტონუსი იმუნიტეტი მატულობს, ნელ-ნელა შრომისუნარიანობაც უმჯობესდება, შარმიც მატულობს თქვენი, მაგრამ ემოციას თუ კონტროლი არ დაუწესეთ და შეხვედით კონფლიქტებში, მაშინ რა აზრი აქვს?
პირველ ნაწილში ამ კვირისა გაკეთებული კარგი საქმე, მეორე ნაწილში შეიძლება გააფუჭოთ ამ კვირისა ესეთი სახის, ასე ვთქვათ, ემოციური გაღიზიანებით, კონფლიქტებით, პირდაპირობით და მეცრომანეობით თქვენი ხასიათი. ამიტომ ეს ყველაფერი ცოტა აკონტროლეთ კვირის მეორე ნახევარში. სასწორებს რაც შეეხება, მთავარი პრობლემა სასწორებისა რა არის უკვე 26 რიცხვის შემდგომ, ეს არის გადამეტებული სიამაყე და გადამეტებული ეგოიზმი. რაც მათ საერთოდ არ ახასიათებთ, მაგრამ აი ეს იქნება თქვენი მთავარი ცდუნება უკვე 26-დან. ამიტომ აქ იყავით ყურადღებით, აკონტროლეთ თქვენში ეს თვისებები, პლუს ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოერიდეთ, იმიტომ რომ აქ ფინანსური ხარჯი დაგტოვებთ საერთოდ ფულის გარეშე. აი ეს უყარათობის ტენდენციაც მატულობს. დამხრივ ვიყოთ ასევე ყურადღებით და კიდევ ჯანმრთელობას ცოტა მეტი ყურადღება უკვე 26 რიცხვიდან განსაკუთრებით კუჩნასლავის ზონას გაუფრთხილდით. რაც შეეხება მორიელს, მორიელი უკვე ჯანს არ უჩევის, ენერგია ემატება, ჯანზე მოდის, რო იტყვიან შარმების დულობა მაღალია, ინტუიცია ეზრდება, კლიანობაში ძალიან აქტიური ხდება ენერგიული და ინიციატივიანი უკვე აშკარა ლიდერია, ეს კარგია, სასიკეთოა, მაგრამ მასაც აქვს გარკვეული წყალქვეშა დინებები და რას უკავშირდება ეს. ეს წყალქვეშა დინებები უკავშირდება პირად ურთიერთობებს და შვილებთან. თუ აქ დაიძაბა ურთიერთობა და თქვენი სიხისტე და სარკაზმით ძაბავს ამ ურთიერთობებს, ჩათვალეთ, რომ აი ძალიან კარგი შესაძლებლობები კვირის მეორე ნახევარში შეიძლება წყალში გადაიღაროს. ამიტომ მაქსიმალურად შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, შვილებთან, სასწავლო პარტნიორებთან. ეს არის ამ კვირის მთავარი თქვენი წარმატების ფორმულა. რაც შეეხება მშვილდოსნებს, აქაც ჩვენ გვაქვს რამდენიმე წერტილი საყურადღებო 26 რიცხვიდან, სულსტრაფობა პირველი, ეგოიზმი მეორე, გადამეტებული ამპარტავნობა, ამბიცია მესამე და ასევე სარკასტული გამოთქმები მეოთხე. აი ეს თვისებები თუ არ დაიოკეთ, 26 რიცხვის მერე შეიძლება აღმოჩნდეთ ფრიად არასასწრებელ საკონფლიქტო სიტუაციებში და 26-დან იყავით ცოტა ყურადღებით რის მიმართ. საყოფაცხოვრებო პრობლემა შეიძლება ეჩინონ მეტად თავი. მაგალითად იგივე სახლში რაღაცა გაფუჭდეს, ხო? სანტექნიკა თუნდაც. გასაკეთებელია. და რა თუნდა ამას ეხა ჩხუბი, კონფლიქტი და ვიღაცაზე გადაბრალება. აი ეს ყველაფერი მოგიტანთ აქ უსიამოვნებებს, რაც მომენტურად კიდევ უფრო მეტად მოგიშლით ნერვებს, შეცდომებს დაგაშვებინებ და მე ეტყვით, რომ ეს რა ცუდი დღეები მაქვს. ეხოდით, ამიტომ მეაქციეთ ამას ყურადღება, რომ შვიდად სწორად გავიარო თუ ამ დაგვარი პრობლემები შეიქმნა. თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, რაც ვამბობ, ამის მაღალი ალბათობაა მხოლოდ. მაგრამ აუცილებლობა არა. თუ იქნა, სადეყავით უბრალოდ, რომ შვიდად გაიაროთ. და სწორად გადასკვიდოთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება ახლა უკვე თხისქებს, პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია, ფინანსური კუთხითაც, მატერიალური მდგომარეობითაც, აიმჯობესებს იგივე ურთიერთობებს, კარიული განვითარების პერსპექტივებიც აქვს, შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოს, გარკვეული პარტნიორული თანამშრომლობაც ჩამოყალიბდეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ფეიკებს. ანუ თქვენი მოტყუების თელობა და არასწორი ინფორმაციის ალბათობა გაქვთ მაღალი. ამიტომ ნებისმიერ ინფორმაცია გადამოწმეთ, არც ერთ საბუთს ხელი არ მოაწოროთ 26 რიცხვის მერე, სანამ ყველა მის პუნქტს არ გადახედავთ. თორე შეცდომის ალბათობა ამ შემთხვევაში იქნება ძალიან მაღალი. და აქედან გამომდინარე, მერე ეს ყველაფერი იგივე თავშად თუ ფინანსური მithumetes საბუთებია, მათ აბსოლუტური გადახედვა ჭირდება ყველა პუნქტს. თორე აქაც შეიძლება ესეთი პუნქტი იყოს, რომ ეს თუ გამოგრჩება და მერე ფინანსურადაც შეიძლება იზარალოთ. ამას მეაქციოთ ყურადღება. მერწყულებო, თქვენ ახლა არ უჩივით ჯერ ჯანზე ხართ, ენერგია, კომუნიკაცია, გონება, מחვილობა, ორგანიზატორული მონაცემებიც კი მაღალ დონეზეა და ადრე დაწყებული საქმეებით ან ახლავდელი ბიზნეს პროექტებიდან შეიძლება კარგი მატერიალური დივიდენდები მიიღოთ. პრემიები, ბონუსები, ასევე შეიძლება გახდეს თქვენი მატერიალური, ასე ვთქვათ, წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ 26 რიცხვიდან უკვე რა ხიფათი გაქვთ. ზუსტად ამ ფინანსურმა წყაროებმა შეიძლება შეგიშალონ ხელი. რატო? იმიტომ რომ აუცილებლად ეცდებიან ესეთი ადამიანები გამოჩენას თქვენ ცხოვრებაში, რომლებიც როგორც კი ამას იგრძნობენ, მოგეთმოსდებიან და ეცდებიან, რომ ეს თქვენი ფული დაახარჯონ ძალიან, მოგიგდო ესე ვთქვათ, აბსოლუტურად უაზრო პროექტებში, იდეებში და თქვენ ესეთი არასწორი კაპიტალ დაბანდება გახდება სერიოზული ფინანსური წაგების ფაქტორი. ამიტომ 26 რიცხვის მერე კვირის ბოლომდე საეჭვო ადამიანებთან თხილად, რომელიც მithumetes თქვენს ფინანსებთან იქნება დაკავშირებული მათ წინადადებები და მოვერიდოთ კაპიტალ დაბანდებებს და ინვესტიციებს. თუ მაინც ახლა განახორციელეთ 26-ამდე, 26-ის მერე არა, მithumetes თუ ეს რაღაც ახალი პროექტია. არავითარ შემთხვევაში, თუ კიდე რაღაც ძველი პროექტია, უკვე დაწყებულია და იმას სჭირდება რაღაც და ეს კიდე უფრო მისაღებია, მაგრამ ახალი არა. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს თევზებო, ეხლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით, მიდექით, მოდექით, შეაწუხეთ ხალხი, იმიტომ რომ მზე
შინაგანი ბუნების მმართველი თქვენ ზოდიაქოშია, მერკური გონების მმართველი პლანეტა თქვენ ზოდიაქოშია, ვენერა სიყვარულის და ფულის მმართველი პლანეტა თქვენ ზოდიაქოში. მეტი რა გინდა, სამმაგი ენერგოზე გავლენაა დადებითი, ამიტომ თავარი ფავორიტი ამ პერიოდისა ხარ თქვენ. შარმი თქვენი მისდულობა ყოველდღე მატულობს, ენერგია თანდათან გემატებათ, ინტუიცია იზრდება, შემოქმედებითი ნიჭი წინა პლანზე წამოვიდა უკვე და ამიტომ მეცადეთ რომ დაახლოებით 20 მარტამდე თქვენ მაქსიმუმი გააკეთოთ, რაც კი შესაძლებელია. იდეების რეალიზაცია, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მგზავრობა, მოგზაურობა თქვენ აქ შეგიძლიათ ინიციატივაც გამოავლინოთ და საკუთარ თავზე პასუხისგებლობა აიღოთ და კარგი ლიდერული ორგანიზაციები წარმოაჩინოთ. აქ მატლობს თქვენში ოპტიმიზმი, აქ გაძლევს სამყარო იმის საშუალებას, რომ პარტნიორული თანამშრომლობა იყოს ფრეად ნაყოფიერი და შესაძლებლობებით ახსოვს ეს პერიოდი ახლა ტრადიციულად თევზების მიჩივიან იმას, რომ ჯერ ბოლო ნიშანია და ვერ ვასწრებ საუბარს და მე სუცუც ლაპარაკობთო და ეხლა ერთი ცუდი რო გაიგონ და ხუთი კარგი მათთვის ეს პირიქით არის ტრადიციულად ამიტომ ეხლა მე მგონი მხოლოდ კარგი ვთქვი ხო და ყველაზე მეტი დროს დავუთ წარმატებები თევზებს და ყველას კი ბატონო ესე იგი კვირას ყოფთ ორ ნაწილად 26-მდე პერიოდი არის თითქმის ყველასთვის კარგი 26-ის შემდეგ უკვე რეტროგრადულობა მერკურისა ითხოვს ყურადღებას კვირის ბოლომდე კი ბატონო და ძველ საქმეებთან დაბრუნება ახალი შანსია ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია რომ დავინახოთ სიკეთე და ის პოზიტივი აბარა თავის პოზიტივია კი კეთილი ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია ეს კარგად იცით ჩვენ მოგაწოდეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი და ამ ფორმატში ერთმანეთს უკვე მომდევნო ორ შაბათს შევხვდებით მადლობა ყურადღებისთვის